გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვაგრძელებთ Excel-ის ინტერფეისის შესწავლას. დღეს მთელ ყურადღებას გავამახვილებთ Excel-ის ლენტაზე, ribbon. ხო, Excel-ის აი ზედა ნაწილში, ფანჯრის ზედა ნაწილში რასაც დავინახავთ, ის უნდა გავიცნოთ. საკმაოდ მოცულობითი საკითხია, იმიტომ რომ რეალურად Excel-ის ყველა შესაძლებლობა იქაა დამალული ბევრ ღილაკს შორის, მაგრამ ყველაფერს არ გავარჩევთ. ჩვენ დღევანდელი მისია არის უბრალოდ გავიცნოთ ყოველ განყოფილებაში რისი გაკეთება არის შესაძლებელი. იმ ღილაკებიდან რამოდენიმე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვებარემ გავარჩიოთ და მაგათ გაჩვენებთ, მაგრამ ვეცდები, რომ შედარებით მოკლე, ლაკონური და უფრო აი ზოგადი გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა გქონდეს. დავიწყოთ. მოკლედ, Excel-ის ლენტა, იგივე ინგლისურად ამას ქვია ribbon, არის აი ეს განყოფილება, აი ეს ზემოთ ფანჯრის ზედა ნაწილში, აი ეს ნაწილი. Office-ის ყველა პროგრამას აქვს ლენტა, ხო? ანუ Word-ში ლენტა გვაქვს, PowerPoint-ში, Outlook-ში. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროგრამები სხვა რაცებს აკეთებენ, ლენტაში, ანუ ეს ღილაკებიც და განყოფილებებიც განსხვავებული გვაქვს. გავყვეთ ახლა ამათ სათითაოდ. პირველი ანუ აი ძირითადი ფანჯარა, ასე ვთქვათ, პირველი განყოფილება არის აი ეს პირველი home tab-ი. Home tab. სიტყვა tab დაიმახსოვრეთ. ქართულად ახლა ამას პირდაპირ tabs ვეძახით, ახლა განსხვავებული დასახელება ქართული ამისთვის არ მაქვს. tabs ვეძახი, it's a tab. Tab არის ერთი განყოფილება ლენტის, ხო? ანუ აქ რო დავაჭირო სხვადასხვა tabs-ზე, ეს ღილაკები სხვადასხვა წყობა მიჩნდება. ხო, ესა home tab-ი. Home tab-ში არის ყველა ძირითადი მარტივი ფუნქცია, რაც შეიძლება დაგჭირდეთ. და ანუ როგორც Word-ში, ისე PowerPoint-ში, ანუ ისე არის შერჩეული ეს ღილაკები, რომ შეიძლება მთელი დღე გაატაროთ Excel-ში ისე, რომ ამ tab-ს არც გაცდეთ, ხო? ანუ ძალიან მარტივი საწყისი ელემენტები გვხვდება აქ. როგორც წინა ვიდეოში ვნახეთ, აქ არის ჩვენ ტექსტის ფორმატირების განყოფილება, აბზაცების, აი უჯრის ვთქვათ განლაგება, ხო, რო გავიხსენოთ. უჯრაში ტექსტის განლაგება, როგორ აწყობილი და ასე შემდეგ. ეს ნაწილი ეხება ძირითადად ვიზუალურ ნაწილს, ფორმატირების ნაწილს, უჯრის ფერი, უჯრის სტილი და ასე შემდეგ. Home tab-ის გვერდზე შემდეგი ტაბი არის insert tab. Insert რამის ჩაცმა, ხო, to insert something. ამ tab-ში ჩვენ გვაქვს უკვე რაღაცების ჩასმის ღილაკები. ახლა pivot table ეს არის ცოტა რთული ცხრილების ანალიტიკის ფუნქციონალი არის, აქედან ჩასმა შეიძლება, სურათების ჩასმა შეიძლება აქედან ეს განყოფილება სურათების ჩასასმელად, ფიგურების ჩასასმელად, მაგალითად, smiley. მინდა დავხატო აქ საკმაოდ ცუდი შეფერილობის, მაგრამ დავუშვათ ესეთი ტაბები არის insert-ის. ფიგურები, იკონკები, 3D მოდელები, სხვათა შორის ამ ნაწილიდან ინტერნეტს უკავშირდებით და ამ 3D მოდელებიდან შეგიძლიათ რამე სამგანზომილებიანი ფიგურა ან სურათი ჩასვათ, როგორც სტანდარტულად ინტერნეტიდან, ან შეიძლება ასევე გქონდეთ კომპიუტერზე უკვე შექმნილი, მაგალითად 3D დიზაინერის მიერ შექმნილი მოდელი და აქედან შეგიძლიათ ჩაამატოთ Excel-ში. მაგალითად, სამშენებლო პროექტის პრეზენტირებისთვის თუ გაქვთ 3D მოდელი შენობის. ასევე აქ არის ჩარტები, ანუ ეს ჩვენი ჩარტები არის სხვადასხვანაირი ტიპის. ხო, ეს დიაგრამები. რიცხვის ვიზუალიზაციისთვის აქ მოვძებნით და სხვა ესეთი წვრილმანი ელემენტები. აქედან ერთი ყურადსაღები შეიძლება იყოს აი ეს text box-ი. Text box-ი არის როგორი რაღაცა. ამ text box-ში შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტის ჩაწერა. და განსხვავდება ის უჯრისგან იმით, რომ უჯრა ერთ ადგილას
რო დგას, ეს 5 შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას გადაიტანოთ ნებისმიერი განლაგებით, სადაც გინდათ დასვათ. ხო, მაგალითად, ამით გამოირჩევა text box-ი. და insert-ის აი ამ ადგილმდებარეობაზე არის. Page layout მესამე ეტაპი ეს არის როგორ რაღაცა იცით, აქ თქვენ მოხვალთ საკმაოდ იშვიათად. იმიტომ რომ აქ მოსვლა დიდად არ მიყვარს, იმიტომ რომ ეს განყოფილება ეხება Excel-ის ამობეჭდვას. თუ თქვენ Excel-დან ხშირად გიწევთ დოკუმენტების ამობეჭდვა, ანუ პრინტერზე გაშვება, ამ განყოფილებას გაიცნობთ თქვენ, ხო? ანუ აქ არის ისეთი მოქმედებები, როგორც არის გვერდზე ჩარჩოების მანძილი, ან თქვათ, გვერდის კიდედან რა მანძილიდან იწყება მისი შეკთავსი. ორიენტაცია, ანუ Excel-ი ამოიბეჭდება ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად, ამოტრიალებულად და ზომა. ამას მიაქციათ აუცილებლად ყურადღება. თუ ამობეჭდვასთან აი ძალიან ბევრი გამოცდილება არ აქვს, შეიძლება ეს გამოგრჩეთ. Excel-ი არის ამერიკული პროგრამა. ამერიკაში ფურცლის სტანდარტული ზომა არის ეგრეთ წოდებული letter ზომა. აი აქ რო წაიკითხოთ, ეს არის 21.5 სანტიმეტრი 28 სანტიმეტრზე ფურცლის ზომა იქ. ჩვენ საქართველოში ვიყენებთ A4-ს. 21 სანტიმეტრი 30 სანტიმეტრზეა. ხო, ანუ ჩვენი ფურცლები ცოტა ოდნავ უფრო გრძელია და ოდნავ უფრო ვიწროა letterზე. უმეტეს შემთხვევაში ეს პრობლემა არ უნდა წარმოგეშვათ, მაგრამ თუ თქვენ letterზე დაადიზაინებთ დოკუმენტს, მაგრამ მერე გაუშვებთ ამოსაბეჭდად პრინტერში, სადაც A4-ის ზომის ფურცლები წერია, არის ჩადალაგებული. იქ უკვე თქვენ აღმოაჩენთ, რომ ამობეჭდილი დოკუმენტები ცოტა მოჭრილია ასე გვერდიდან და ქვემოდან უფრო მეტი ადგილია თავისუფალი დატოვებული, ვიდრე ელოდებოდით. ეს არის აი ამის გამო. ხო? ყოველთვის თუ ფურცლის ამობეჭდვას აპირებთ, ყოველთვის დარწმუნდით, რომ A4 გაქვთ არჩეული. ხო? სხვა შემთხვევაში ამობეჭდვაზე არ გადახვიდეთ. ჩვენ ამ წამს მე რო გადავრთე ფურცლის ზომა, აი ესეთი წყვეტილი ხაზი გამოჩნდა. ეს წყვეტილი ხაზი მე რო გამოვაზუმო. ახლა არ ვიცი ეკრანზე როგორ ჩანს. უცებ დროებით ამ ხაზებს დავმალავ, ამას შევეხებით ახლა ერთ წამში. ეს წყვეტილი ხაზი ასახავს სხვადასხვა ფურცლებს შორის წყვეტებს. ამ წყვეტილ ხაზს რო ხედავთ, Excel-ი ამით მიგანიშნებთ, რომ იცი რა, აი ეს ნაწილი მოხდება ერთ გვერდზე, ეს ნაწილი მოხდება მეორე გვერდზე და ასე შემდეგ, ანუ როცა პრინტერზე გაუშვებ ამ დოკუმენტებსო. ეს ხაზი გაჩნდება ნებისმიერ მომენტში, როცა თქვენ ამ ამობეჭდვის პარამეტრებს შეცვლით და მისი გაქრობა არც თუ ისე ადვილია, მას გაჩვენებთ ახლა რამდენიმე წუთში, როცა ჩვენ აი ამ ბოლო file tabs მივადგებით. მანამდე შევხედოთ იმ ღილაკს, რომელიც ამ წამს გამოვიყენე. აი ეს ნაწილი. ეს ორი მონიშნა ნახეთ, grid lines და headings. ეს ორი მონიშნა სხვა ტაბშიც არის. თქვენ შეამჩნევთ, რომ ყველა არა, მაგრამ რამოდენიმე ღილაკი არის ისეთი, რომელიც ერთ ტაბშიც და მეორე ტაბშიც არის, მაგრამ იშვიათია. ეს ორი ღილაკი ისეთი ორი ღილაკია, რომელიც ამ ტაბშიცაა და ასევე ამ ტაბშიცაა. View tabში როცა მივალთ ამ ორ ღილაკს, ამ ორ მოსანიშნ რაღაცას კიდევ ერთხელ განვიხილავთ, მაგრამ ამას ჯერჯერობით ამას გადავახდეთ. ახლა ამ გაყოფილებიდან დანარჩენი საკმაოდ დაწვრილებული რამეა, ოდნავ უფრო შთამბეჭდავი ვიდრე ჩემი აზრით გამოსადეგი არის ეს ღილაკი background. ეს საშუალებას გაძლევთ უკანა პლანი მისცეთ გვერდს. მაგალითად, აი ახლა რო არის უბრალოდ თეთრი ფერის უკანა პლანი, background-ი. ამ ღილაკზე დაჭერით და რაიმე სურათის არჩევით.
no თუნდაც მაგალითად ინტერნეტიდან უცებ ავიღოთ რამე და გაჩვენებთ რაღაცა image search C ზღვა მოვძებნოთ ეს მაგალითად საკმაოდ კარგი ცოტა მუქი ფერის ეს ლამაზი insert ეს ასაკეთებს ეკრანის უკანა პლანზე სვავს იმ სურათს და მეორდება ეს სურათი ხშირად გამოყენებადი რაღაცა არ არის, იმიტომ რომ მაინც Excel-ი აი უფრო რიცხვებთან, ცხრილებთან და სხვა ასეთ ელემენტებთან სამუშაო რაღაცაა, მაგრამ თეორიაში შეგიძლიათ უკანა პლანზე გააკეთოთ რამე ესეთი სურათი. და ამ ხილს კიდევ ერთხელ რომ დააჭიროთ, შეგიძლიათ ეს გააკროთ. აი ეს ხდება აქ, page layout, background ღილაკი. გადავიდეთ შემდეგებზე. Formula tab ეს არის უშუალოდ ფორმულებთან და ფუნქციებთან სამუშაო განყოფილება. ახლა ფორმულაში ვგულისხმობ უჯრაში უდრისის მერე რამეს თუ დაწერთ, მაგალითად უდრის 5 + 10. ეს დავალება რომ მივცე Excel-ს გამოითვლის და 15-ს დამიწერს. აი ამას ქვია ფორმულა. ხო, ანუ უჯრისთვის მიცემული დავალება არის ფორმულა. ხო, თქვენ თუ სიტყვიერ ინსტრუქციას მისცემთ Excel-ს, მაგალითად sum 10 და 35. ამას ქვია ფუნქცია. ხო, ესა function, right? fx-ი მათემატიკაში რო ფუნქციები გვაქვს, ეს ცალკე რაღაცაა ფუნქცია, ამათ ცალკე შევეხებით. ფორმულებთან და ფუნქციებთან სამუშაო ტაბი არის ეს formulas. აქ არის როგორც ფუნქციების ბიბლიოთეკა, ანუ ფუნქციების უმრავლესობა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად ფინანსური ფუნქციები, ლოგიკური ფუნქციები, ტექსტთან სამუშაო ფუნქციები, თქვათ მათემატიკა, ტრიგონომეტრია, თარიღები და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა არის აქ ფუნქციების Excel-ის. ახალ Excel-ში 365 Excel-ში ეს განყოფილება დაემატა და ამ განყოფილების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ Python-ში, ანუ ცალკე პროგრამულ ენაში, რაც ინსტრუქციები დაწეროთ და ეს Excel-ს გადასცეთ, ანუ ეს ნაწილი დაემატა. მაგალითად, სახელები, მაგალითად რამე უჯრას თქვენ თუ სახელს მიანიჭებთ, შეგიძლიათ ის უჯრა იმ სახელით მოიხსენიოთ და Excel-ი მიხვდება, რომ იმ უჯრას გულისხმობთ. ესაა ეს ნეიმები, სახელები. და ეს ნაწილი არის ფორმულების აუდირების საშუალება. ანუ ამ ღილაკების გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია შეცდომები უფრო ადვილად ვიპოვოთ, თუ ფორმულამ არასწორი შედეგი მიიღო და Excel-ში რაღაც უჯრაში თუ უნდა მეწეროს 50 მიწერია 9.5 დაუშვათ, ან მიწერია ვაჟა. ხო? მაგის გარკვევაში ეს ღილაკები ძალიან გვეხმარება, ინფორმატიული და ფორმულების აუდირების განყოფილება არის ეს. შემდეგ არის data ტაბი, მონაცემების ტაბი. ეს არის პირადად ჩემი ყველაზე საყვარელი ტაბი. აქ თქვენ გაატარებთ უმეტეს დროს, როცა იმუშავებთ მონაცემებთან, ანუ გაქვთ ცხრილები, გაგვჩება ცხრილები გაქვთ ცალკე წყაროებში, მაგალითად აი ეს განყოფილება არის სხვა წყაროებიდან მონაცემების აქ გადმოტანის. მაგალითად, მე შემიძლია Excel-ს ვასწავლო, რომ წავიდეს დავკავშირდეს ეროვნულ ბანკს და დღევანდელი კურსი წამომიღოს და მაგალითად ამ უჯრაში დამიწეროს. აი ამ განყოფილების საშუალებით შეიძლება ეს გააკეთოთ. ან წავიდეს გვერდით რამე სხვა ფაილში, ან კლიენტის სერვერს დაუკავშირდეს, ან ჩემს სერვერს დაუკავშირდეს რაღაც ინფორმაციების წამოღება შეუძლია Excel-ს, ანუ აი ესეთი რაღაც გაკეთება შეიძლება აქ. ეს აქეთ ამ ღილაკებში არის სორტირება და ფილტრაცია, ანუ მე შეიძლება მქონდეს ცხრილი მონაცემების და რაღაცა თანმიმდევრობით თუ მინდა დალაგება, ან რაღაცა სტრიქონების დამალვა მინდა, ეს ღილაკები მაძლევს მაგის საშუალებას და მაგის გარდა ეს დანარჩენი არის ეწვრილმანი სხვა მონაცემებთან მუშაობის ოპერაციები არის აქ შენახული. ნუ მაგალითად დუპლიკატების ამოღება, ანუ მხოლოდ უნიკალური სიტყვების ჩამოწერა, ან თქვენ შეგიძლიათ მაგალითად რამე უჯრაში შეზღუდოთ რის ჩაწერა არის იმ უჯრაში შესაძლებელი, მაგალითად შემიძლია Excel-ს უთხრა, რომ აი ამ B2 უჯრაში
მარტო ლუწი მთელი რიცხვები ჩამიწერე 100-დან 200-მდე. შეგიძლიათ ეს რაღაცა მას რაღაც შეზღუდოთ Excel-ის მოხმარებელი აი ამ განყოფილებიდან. და ასე შემდეგ. Review tab ძალიან ისეთი ტაბიან, მე პირადად აქ ძალიან თითქმის არ ხსნი ამ ტაბს. როგორ დააკვირდეთ აქ ესა spelling-ის error-ები, ტეზაურუსი, ანუ იგივე სინონიმების მოძებნა, ანუ აი ტექსტთან სამუშაო ღილაკები არის აქ. ამ წვრილ მაღილაკებს არ ვიყენებ ხოლმე, თუმცა აი ეს ღილაკები არის აქ ძალიან სასარგებლო. ახლა ამაზე მინდა რამოდენიმე წუთი გავატარო და ყურადღებით მომისმინეთ. ეს ღილაკი protect sheet მე მაძლევს საშუალებას, რომ ამ გვერდს დავადო პაროლი, ისე რომ შემთხვევით ამ გვერდზე რაღაცა არ წაეშალოს ამ მომხმარებელს. მაგალითად, ახლა მე რომ დავდგე ამ უჯრაზე და რამე დავწერო და იწერება. ხო, იმიტომ რომ გახსნილია ეს გვერდი, თავისუფლად მოხმარების რეჟიმში მაქვს ეს გვერდი გაყვანილი. მაგრამ მე შემიძლია დავაჭირო აქ protect sheet. შევიყვანო აქ პაროლი, ну, თქვათ 1 2 3 4, ახლა არ გავართულებ ამჯერად. გავიმეორებ პაროლს 1 2 3 4. და ახლა ამ გვერდს პაროლი რო აქვს დადებული, დააკვირდით, რომ ღილაკების უმრავლესობა არის განაცრისფრებული. ეს იმიტომ არის, რომ ამ გვერდის შეცვლის უფლება აღარ მაქვს, რომ ვცადო რამის დაწერა, დაუშვათ იმავე უჯრაში. Excel-ი დამბლოკავს. დანახეთ რა წერია. The cell or chart you're trying to change is on a protected sheet. To make a change, unprotect the sheet, you might be requested to enter a password. ანუ ეს უჯრა, რომელსაც ცვლიო, არის დაცულ გვერდზე, დაპაროლებულ გვერდზე არის. რამის შეცვლა თუ გინდა, ჯერ კეთილი ნებეწადი პაროლი მოხსენიო და მერე გაგრძელე მუშაობა. ამიტომ უცებ შეიძლება თქვენ აწყოთ ცოტა რთული, ცოტა ისეთი დინამიური Excel-ის გვერდი, თავისი ფორმულებით, ფუნქციებით, გადათვლებით და არ გინდათ, რომ ამის მომხმარებელმა შემთხვევით რაღაცა წაშალოს, იმიტომ რომ შემიძლია აქ უცებ რაც ხელი გამეკრას, დავაჭირო delete ან backspace ან რაღაცას და წამეშალოს რამე. მით უმეტეს მე თუ არ ვიცი Excel-ის მოხმარება, შეიძლება ვერც დავაბრუნო. ამიტომ ეს შემთხვევით ცვლილებებისგან დაგიცავთ. რატო გავუსვი ხაზი რამოდენიმეჯერ სიტყვას შემთხვევით და რატო გაგაჩერეთ ამაზე ამ ფუნქციაზე? ეს ღილაკი არ არის უსაფრთხო, რას გულისხმობ. ამ ღილაკით დადებული პაროლი გატეხვადია. მე რომ მობილურში რამოდენიმეჯერ დაუშვა შეცდომა აი გახსნისას. მობილური რაღაც მომენტში მეტყვის, კარგი ძმაო, წადი 2 საათში დაბრუნდი, 2 საათი უბრალოდ არ შემოგიშვებ ჩემში, ხო? მობილური ამას მეტყვის. Excel-ი მაგას არ მეტყვის. მე შემიძლია რაც აქ რამე პროგრამა ავაწყო ისეთი, რომ ვტეხო და რაღაც მომენტში სწორ პაროლს შევიყვან, მაგრამ მეორე მიზეზი ამის გაკეთება არ მჭირდება. იმიტომ რომ მე ახლა ეს ფაილი ახლა უბრალოდ თქვენ დროს არ წაგართმევთ. ეს ფაილი მე რო ავტვირთო Google Drive-ზე, Google Drive-ში რო გავხსნა, პაროლი მოხსნილი ექნება ამ ფურცელს. და მე ის ფაილი რო უკან გადმოვიწერო, პაროლი გამქრალი იქნება. და პაროლ მოხსნილი ფურცელი დამრჩება. ხო, ანუ ძალიან ადვილი არის ამ პაროლის მოხსნა, ამიტომ ამ პაროლს არ ენდოთ. უსაფრთხოებისთვის არ არის ეს ფუნქცია შექმნილი, ყოველ შემთხვევაში Google-ი უბრალოდ ეხავს ამ ფაილს. ეს ფუნქცია გამოიყენეთ თუ გინდათ შემთხვევითი ხელის გაკვრით ცვლილებებისგან დაიცვათ რომელიმე გვერდი. და unprotect-ში დავაჭერ კიდევ ერთხელ, შევიყვან 1 2 3 4 იმ ჩემ პაროლს. გვერდს დაცვა მოეხსნა და ისევ შემიძლია რაღაცები ვწერო. აი ეს არის review-ში, აი ეს ღილაკები. ეს არის გვერდის დაცვა, workbook არის მთელი ფაილის დაცვა. ნუ, მთელი ფაილის არა, უბრალოდ ფაილის სტრუქტურის დაცვა, გვერდების დაცვაზეა საუბარი აქ. შემდეგ ვიდეოში ამას შევეხებით, ჩვენ
sheet-ებს და protect workbooks გავიმეორებთ. კაი. და ბოლოში არის view. View ტაბი არის უბრალოდ ვიზუალური ტაბი, ანუ როგორ გამოიყურება ყველაფერი, რასაც მე აქ ვხედავ. ხო? აქედან ყველაზე ისეთი ყურადსაღები მოსანიშნები და ღილაკები არის ეს 3. ხო? ეს ორი ღილაკი, ეს ორი მოსანიშნი მეორდება ჩვენთან page layout-ში. ესე რეებია. Grid lines არის ეს ხაზები. მე თუ მინდა ისეთი გვერდი გავაკეთო, სადაც ეს ხაზები არ ჩანს, უბრალოდ აი აქედან გავთიშავ. და გვერდში ეს ხაზები ნერვებს არ მიშლის. ახლა მუშაობისას გვერდჩევნია, მაინც მკვეთრად ხედავდეთ, მთავრდება ერთი უჯრა, სად იწყება მეორე, მაგრამ დაუშვათ საპრეზენტაციო თუ ამზადებთ ამ ფაილს, რაც აფერადებთ, ფიგურებს, ცხრილებს აკეთებთ, შეიძლება არ გინდოდეთ ეს ხაზები ტყუილა რო იყოს, ამიტომ ასე შეგიძლიათ გააქროთ. Formula bar აკრობს აი ამ ხაზს. ანუ ესა ფორმულის სტრიქონი, ხო? ანუ სადაც უჯრაზე რო დგებით, ხედავთ იმ უჯრის შიგნით რა წერია. ამ formula bars დამალავთ აქედან. Headings სათაურები დამალავს აი ამას სვეტებისა და სტრიქონების სათაურებს. ნუ მაგალითად ეს A, B, C, D და 1, 2, 3, 4 შეიძლება მოგბეზდეთ, აღარ გინდოდეთ, ან კიდევ ერთხელ პრეზენტაციაში არ გჭირდებოდეთ, შეგიძლიათ აქედან დამალოთ. და ბოლოში გავიდეთ და ბარემ მთლიანად ყველაფერი დავმალოთ. ტაბ ისა ლენტის ნებისმიერ ტაბზე ორჯერ რო დაკლიკოთ, double click. ლენტაც აიკეცება. და ანუ აი ეს არის Excel-ის აი მინიმალისტური ვიზუალი. რა თქმა უნდა, არაფერი არ ჩანს, მაგრამ შეიძლება ეს იყოს დანიშნულება, ანუ თქვენ შეიძლება უკვე გქონდეთ აქ ცხრილები გამოყვანილი და თქვა მაყურებლის ყურადღების 100% გინდა გაამახვილოთ უშუალოდ ამ ცხრილებზე, რასაც აქ გამოაჩენთ და შეგიძლიათ ყველაფერი დანარჩენი ასე დამალოთ. აკეცილ მდგომარეობაში, როცა არის ლენტა, მაუსის ერთი დაჭერით შეგიძლიათ ეს გამოაჩინოთ, თქვა ყველაფერი რაც გინდათ გააკეთოთ და რო გადმოხვალთ, ლენტა უკან აიკეცება. ლენტის გახსნილ რეჟიმში, მუდმივ გახსნილ რეჟიმში დაბრუნება ისევ ორი დაჭერით, double click. ორჯერ დააჭირეთ ნებისმიერ ტაბს, სულ ერთია რომელს, double click და ლენტა ჩამოიკეცება და ჩამოკეცილი დარჩება. ახლა view-ში ესა zoom საკონტროლებს ეს მიზუმება, რამდენად მიუახლოვდებით ისა ეკრანს, აქედან არის. მაგრამ ამ განყოფილებაში კიდე ერთი რაც მინდა თქვენ გაჩვენოთ, არის აი ეს ღილაკი. საკმაოდ საინტერესოა და შეიძლება გამოგადგეთ. ეს ღილაკი რის საშუალებას გაძლევთ. თქვენ შეგიძლიათ ამ ფაილზე გახსნათ კიდევ ერთი ფანჯარა. New window. და ახლა ერთსა და იმავე ფაილს მე ორ ფანჯარაში ვუყურებ. მე შემიძლია ერთ ფანჯარაში მქონდეს ერთი გვერდი გახსნილი ამ ფაილის, მეორე ფანჯარაში მეორე გვერდი მექნება გახსნილი ამ ფაილის. ეს ფაილს არ ადუბლირებს, არ იქმნება რაღაცა ფარული ასლი ამ ფაილის, არაფერი ისეთი არ იცვლება. მაგრამ ნუ რისთვის არის ეს კარგი რა, რომ მაგალითად თუ ცოტა რთული ფაილი გაქვთ და გიწევთ ხშირად გადმოსვლა, დამუშავება, გადასვლა, ნახვა, გადმოსვლა, დამუშავება, წინ და უკან ხტუნაობა თუ გჭირდებათ, შეგიძლიათ ორი ფანჯარა გახსნათ, ასე. ერთ ფანჯარაში გექნებათ ერთი განყოფილება ფაილის, მეორე ფანჯარაში მეორე განყოფილება ფაილის. აქ რასაც შეცვლით, აქ შეიცვლება და პირიქითაც, ხო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ერთსა და იმავე ფაილზე ხართ. ამ ორი ფანჯრიდან ერთ-ერთი უბრალოდ რო გამორთოთ, პრობლემა არა, იმიტომ რომ მეორე ფანჯარა ჩართულია, ფაილი მაინც გახსნილი რჩება. ასე შეგიძლიათ შექმნათ რამოდენიმე ფანჯარაც კი. და ასევე ესენ შეგიძლიათ გააქროთ. ზედა ზღვარი რამდენი ფანჯრის გახსნა შეგიძლიათ აქედან მართალიცად არ დაინტერესებულ არასოდეს წესით 2-3-ზე მეტი არ დაგჭირდებათ.
და ბოლოს ჩვენ გვაქვს კიდე 3 რაღაცა, რასაც უნდა შევეხოთ ამ ტაბებთან მიმართებაში, ლენტასთან მიმართებაში. ჯერ ერთი ეგრეთ წოდებული კონტექსტუალური ტაბები. კონტექსტუალური ტაბი რას ნიშნავს? ზოგი ტაბი არის ისეთი, რომელიც დამალულია სულ და ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად, თქვენ თუ სურათს აერჩევთ, ან შეიძლება ცხრილს აერჩევთ, სხვადასხვა რაღაცას რო აერჩევთ, ხანდახან ჩნდება ეს ტაბები. ნახეთ? მაგალითად, ფიგურაზე რო ავერჩიე, გამოჩნდა shape format ტაბი. ზოგი ტაბი ჩნდება, როცა მაგალითად ფიგურას აერჩევთ, ან ცხრილზე დადგებით, ან pivot table-ში შეხვალთ, რაც უშუალოდ იმ რაღაცას, რაც აერჩიეთ, იმას ეხება. მაგალითად, ფიგურის ფორმატირების ტაბი არის, რომ მაგალითად შემიძლია აქ სტილი და გაფერადება შევცვალო ფიგურის, თქვათ, ან თქვათ, არ ვიცი, სისქე ხაზები შევცვალო ან რაღაცა, ხო? ანუ ფიგურასთან და სურათებთან სამუშაო განყოფილება არის ეს. ყველა კონტექსტუალურ ტაბს არ გავივლით, იმიტომ რომ არ გვჭირდება, მაგრამ მაინც რო იცოდეთ, მაგალითად სურათს რომ მონიშნავთ, აქ უცებ მწვანე ფერით ტექსტი რატო დაეწერა, ეგ არის. მეორე რამე რაც უნდა გაგაცნოთ არის, რომ Excel-ს აქ ასევე ორი დამალული ტაბი. ცოტა ძველი ვერსია თუ გაქვთ Excel-ის, ერთი დამალული ტაბი იქნება, ცოტა ახალი თანამედროვე Excel-ში ორი ტაბია დამალული. ეგ ტაბები რო გამოაჩინოთ, უნდა შეხვიდეთ Excel-ის ოფციებში. Excel-ის ოფციებში შესვლა შეგიძლიათ ორნაირად. გრძელი გზით და მოკლე გზით. ახლა გრძელი გზით გაგეშვებთ, რომ ცოტა არა სასიამოვნო, ბევრი ძებნა მიწევს და რომ გვეთკინოს და მე უცებ გადახტომას გასწავლით. გრძელი გზა არის აქედან. File tab, ამას დააჭერეთ. ხო? File tab ეს არის არა Excel-ში სამუშაო, არამედ უშუალოდ ფაილთან სამუშაო ტაბი, ხო? ანუ აქ არის ახალი ფაილის გახსნა, ან თქვა ძველი ფაილის გახსნა თუ მინდა, ან თქვა ამ ფაილის შესახებ ინფორმაციის მოძიება მინდა, ეს ტექნიკური ელემენტები, ხო? ანუ მათ შორის print ამობეჭდვის განყოფილება აქაც არის, ხო? მე რაც მაინტერესებს ოფციები არის სუ დაბლა, აი აქეთ არის ღილაკი options. Options დააჭირეთ, ამოხდება ეს ფანჯარა. ამ ფანჯარაში ესა Excel-ის ოფციები, ამას არ შევეხებით ჩვენ, თქვენ დროით შეგიძლიათ აქ დაათვალიეროთ რა შესაძლებლობები აქვს Excel-ს, განსაკუთრებით თუ ეს პატარა ლურჯ წრეს დაინახავთ, მაუსი მიიტანეთ და გამოხდება ამ ოფციის, ასე ვთქვათ, აღწერა და გასწავლით ამას რო დააჭიროთ რა მოხდება, ხო? ხო, ჩვენ ვეძებთ უშუალოდ ამ ლენტაში ორფარულ ტაბს და ასევე როგორც ის ვახსენეთ, აი ეს წყვეტილი ხაზები მინდა ისევ გავაქრო, ხო? ანუ მე page layout-ში რაღაცა რო შევცვალე, ეს წყვეტილი ხაზი რო გამოჩნდა. ჯერ ეს წყვეტილი ხაზი გავაქროთ და მე ლენტას შეგაცვლევინებთ. ეს წყვეტილი ხაზი არის advanced განყოფილებაში და რო ჩამოხვიდეთ ყოველჯერ საპონელიმე, ხო? აი, თითქმის ბოლოსკენ display options for this worksheet იქნება, ანუ უშუალოდ ამ გვერდის ვიზუალური ოფციები არის. აი აქ ერთ-ერთი მოსანიშნე არის ეს show page breaks. აი ამ წყვეტილ ხაზს ქვია page break, ხო? გვერდის გადატეხვა, ანუ სად ტყდება ერთი გვერდი, სად თავდება ერთი გვერდი, სად გრძელდება მეორე, ხო? აი ეს გათიშეთ. ამას რო გათიშოთ, დააჭრეთ OK-ს და ეს წყვეტილი ხაზიც გაქრება. თუ შეგიძლიათ ცოტა პროგრამული ელემენტებით ღილაკი შექმნათ ცალკე მაგისი, ოღონდ თუ ცოტა მეტი წვალებაა. მაგრამ ას შეგიძლიათ ეს წყვეტილი ხაზი გააქროთ. ახლა უცებ ის ორი ტაბი გამოვაჩინოთ. ახლა მეორე გზა
ოპციებში შესვლის, ხო, ანუ თუ მეზარება აქედან გაახსენი კიდე options მეზარება ასე წინდა უკან ხტუნაობა. აქვე Excel-ზე სადმე ცარიელი ადგილი იპოვეთ, სადაც მაინც ღილაკზე არ გაჩერდებით და აი აქ right click დააჭირეთ და ერჩიეთ customize the ribbon. Customize the ribbon, ხო, ანუ ლენტის customization, ხო, ჩემ გემოზე მოყვანა. აი ამას რო დააჭერთ. გაიხსნება იგივე ოპციების ფანჯარა და პირდაპირ ლენტის გაყოფილებაზე. და აქ მარჯვნივ რო გამოიხევთ, ეს არის ყველა ტაბი, რაც არის გამოჩენილი, ხო, ანუ მონიშნული არის ტაბი, რომელიც ჩანს, შემიძლია მაგალითად ავიღო და ყველა მოვნიშნო და დაიმალება ყველა ტაბი. შეგიძლიათ მაგალითად მეგობარს გაუკეთოთ ეს მაგალითად ვინც Excel-ი მაინც კარგად არიცის ჩვენაერად და უცებ დაიბნევა სად არის მთელი ჩემი ტაბებიო, ცოტა იპანიკებს და შეგიძლიათ ეს ისევ მონიშნით და აბრუნოთ. ახლა თავიდან თქვენ აი ეს ორი ტაბი არ გექნებათ მონიშნული. Draw და Developer. მე თქვენს ადგილას ყველას გამოვაჩენდი. და tools ეს არის თქვენი, ანუ custom შეგიძლიათ შექმნათ, 0-დან შეგიძლიათ შექმნათ ტაბი და აერჩიოთ რა ღილაკები გამოჩნდება აქ. მაგრამ developer ტაბი არის ძირითადად პროგრამული ელემენტებისთვის, ანუ თქვენ თუ მაკროსებთან მუშაობას აპირებთ, ან პროგრამული ელემენტების ჩართვას აპირებთ Excel-ში, ეს ტაბი დაგჭირდებათ. თუ უბრალოდ მოხმარების დონეზე გჭირდებათ, უნდა გამოიყენოთ Excel-ი, ამ ტაბი თავი არ შეიწუხოთ. მაგრამ თუ ხედავთ ამ draw tabs, აუცილებლად ჩაამატეთ. ეს draw ტაბი. აი გამოხდება. არის ხატვის ტაბი. შეგიძლიათ აქ მარტო ეს ფუნქცია აქ ამ ტაბს შეგიძლიათ აირჩიოთ მარკერი, ვთქვათ უთხრათ ეს ფერი მინდა, ეს სისქე მინდა და ხატოთ. ვთქვათ რაღაცეები მონიშნოთ. ან მაგალითად აირჩიოთ რაღაცა ესეთი უკანა პლანი და ესე ხატოთ რაღაცეები აკეთოთ, ხო? ესე smiley. ეს არის კარგი ზოგადად მონიშნებისთვის, რომ ვთქვათ უცებ მინდა რაღაცას ხაზი გაუსვა და აი ნახე ეს 15 არის მნიშვნელოვანი, ანუ აქედან ინფორმაცია აქ გადადის, ანუ მონიშნების გაკეთება შეგიძლიათ Excel-ში და როცა მორჩევთ მონიშნებს ნებისმიერ ფიგურაზე მაუსის დაჭერით შეგიძლიათ ეს ფიგურა აირჩიოთ და გადაიტანოთ და delete-ს რო დააჭეროთ, ასე უბრალოდ გააქრობთ ამ ფიგურას. ეს არის საშლელი კიდეც რა დაჭერილ ღილაკს რა ფიგურასაც გადაატარებთ გააქრობს. ხო, ანუ ეს უბრალოდ მონიშნებისთვის, საკმაოდ კარგი რაღაცა არის ეს draw ტაბი ლექციებისთვის. მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ამას. ამიტომ თქვენს გირჩევთ, თქვათ მონიშნებისთვის, ეგეთი რაღაცეებისთვის ეს draw ტაბი გამოიყენოთ. და აი ეს ნაწილია ბოლო, თქვენ ზემოთ. ეს ამას ქვია quick access. სწრაფი წვდომა. აი ესედან განყოფილება ყოველთვის ჩანს იმის მიუხედავად, რომელ ტაბში გადავალ. ხო, ყოველთვის ხედავ ამ ღილაკებს. თუ თქვენ გაქვთ რაღაცა ღილაკი, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებთ, ვთქვათ, დატაში მაგალითად სორტის ღილაკს იყენებთ ძალიან ხშირად. ყოველ ჯერზე რომ data tab-ში არ გადმოხდეთ და ამას დააჭიროთ, შეგიძლიათ მარჯვენა ღილაკით მონიშნოთ ეს თქვენი მარჯვენა ღილაკით მაუსის აირჩიოთ ეს სორტირება. უთხრათ add to quick access toolbar და აქ დაემატება ეს ღილაკი და თუნდაც გინდათ აქ დაგიჭერიათ, გინდათ აქ დაგიჭერიათ. ანუ ხშირად გამოყენებული ღილაკები შეგიძლიათ ზემოთ ამოაგდოთ. თუ აღარ გინდათ გადაიფიქრეთ მარჯვენა ღილაკით და remove from quick access toolbar. საერთოდ აქ გასაწმენდი მაქვს რაღაც ღილაკები და უცებ მოვიშორებ ამათ. ესე მჭირდება. ხო, ესა quick access toolbar, რეალურად მაგას ემსახურება მეტი არაფერი. ეს იყო ლენტის მიმოხილვა. ცოტა
ოდნავ მეტი დრო გავატარეთ ამაზე, ვიდრე მე მოველოდი, მაგრამ მაინც ზედაპირულად რო ვიცოდეთ, რა ტაბზე რა ღილაკები არის და რის გაკეთება არის შესაძლებელი Excel-ში, ეს დაგანახეთ. არ შეგეშინდეთ. გამბედავად და შემართებით შევდეგეთ ამ ლენტას და დაიწყეთ მასთან ცოტა თამაში. მაიმუნობას ვეძახი ამას, თუ რაღაცები დააჭერეთ, რაღაცები შეცვალეთ, რომ ეს ფიზიკური გამოცდილება მიიღოთ. ლენტის დაუფლებაში და ლენტის გაცნობაში გისურვებთ წარმატებას და გნახავთ უახლოეს მომავალში შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.